ეს ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის, ქართველი ფეხბურთელის და საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის ალექსანდრე ჩივაძის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებას მოწვეული სტუმრები, მათ შორის მთავრობის წევრები, პრეზიდენტი და პრემიერი დაესწრნენ. ალექსანდრე ჩივაძე თბილისის დინამოს და საბჭოთა ნაკრების კაპიტანი იყო. მისი ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო მიღწევა 1991 წელს თასების მფლობელთა თასზე გამარჯვებაა. ალექსანდრე ჩივაძე 1980 წელს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. მე მაინც მინდა აღვნიშნო, რა თქმა უნდა, ჯერ როგორც ფეხბურთელი, მისი შეფასება დიდი სპეციალისტების, როცა მე მომიწია უკვე შვეიცარიაში ცხოვრება, იქ FIFA-ში ურთიერთობა მაღალი დონის ხელისუფლებასთან, იქ პირველი აღნიშნა იყო ხოლმე, რომ საშა ჩივაძე, დათო ყიფიანი საშა ჩივაძეზე პირდაპირ იძახდნენ, რომ ეს არის პროფესორი და ესეთი ეპითეტი აქვს მსოფლიო ფეხბურთში მას და ეს ალბათ არ არის გასაკვირი, სრულყოფილი ფეხბურთელი, მაგრამ მე დავამატებდი, რომ ის იყო ქართველი ხასიათით, პირდაპირ ვეფხისტყაოსანიდან გადმოსული გმირი, როცა ის მოედანზე იყო. მისი სათამაშო თვისებებზე ალბათ პროფესიული კუთხით აღარ შევჩერდები, ის იყო სრულყოფილი ფეხბურთელი, მას შეეძლო ყველაფრის გაკეთება მოედანზე და უდიდესი ბედნიერებაა, რომ ჩვენ ერს ყავს ესეთი ლეგენდა, როგორიც საშა ჩივაძე არის. ბატონ საშას მიულოცავ იუბილეს და მილოცავსთან ერთად მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის გაქვთ გაკეთებული და კონკრეტულად ქართული ფეხბურთისთვის გაქვთ გაკეთებული, როგორც ქართული ფეხბურთის ნამდვილ ლეგენდას. მე არ მქონდა სამწუხაროდ იმის საშუალება, რომ შულოს სტადიონზე მეყურებინა თქვენი თამაშებისთვის, თუმცა ალბათ ყველა ქართულ გულშემატკივარს გვაქვს ნანახი, რამდენჯერმეც ის თამაშები, რომლებშიც ჩვენი დინამო იმარჯვებდა ბატონი საშას ლიდერობით, 91-ის ფინალი, ლივერპულის თამაში და ბევრი სხვა თამაში და შეუძლებელია უბრალოდ ყოველ ჯერზე არ გაგაოცოს განსაკუთრებულმა საფეხბურთო ინტელექტმა, განსაკუთრებულმა ხელწერამ, დახვეწილმა თამაშის სტილმა, რომლითაც ბატონი საშა გამოირჩეოდა როგორც ქართული ფეხბურთის და თბილისის დინამოს ნამდვილი ლიდერი. ალექსანდრე ჩივაძე იყო თბილისის დინამოს კაპიტანი, მაშინ როდესაც თბილისის დინამომ მოიპოვა ყველაზე დიდი გამარჯვება. მოიგო ევროპის ქვეყნების თასების თასი. და რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებამ ძალიან დიდი სიხარული მოუტანა ქართულ ხალხს. და ყველა იქ მოთამაშე ფეხბურთელი იქცა ლეგენდად და ქართული ხალხის საყვარელ ადამიანად. მე მინდა, როგორც ყოფილმა ფეხბურთელმა გავრილოვიჩ, მადლობა გითხრათ თქვენ იმისთვის, რომ მე სულ რაღაც 18 წლის ბიჭი ვიყავი, როდესაც პირველად თქვენი ხელმძღვანელობით მომეცა შესაძლებლობა დებიუტი შემდგარიყო ჩემი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. და თქვენ უდიდესი როლი გაქვთ შეტანილი ჩემი როგორც პროფესიონალად ჩამოყალიბებაში და წარმატებულ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში. მე ამას ძალიან ვაფასებ, მადლიერი ვარ. დიდი მადლობა და გადაგიხადოთ ახლა. რა ერთ საიდან დავიწყო არ ვიცი ახლა რა. აი თბილისის დინამოში რა თავხედი უნდა ყოფილიყავი, რომ მეფიქრად რომ ბავშვობაში რომ მე თბილისის დინამოში მოხვდებოდა. აი ზუსტად ის ბურთიდან მოედანი რო არის და იპოლიტო სიდედრი მოკლა. ასე ვიყავით ჩვენც დინამოში, მამა ჩემთვის მოქონდათ ბილეთები და გიხაროდა რომ დინამოს სტადიონზე ესწრებოდით და ამხელა უდიდეს ფეხბურთელები იყვნენ, რომელი ერთი ჩამოთვა აი 64 წლის დინამოში დიდი მიშა მესხი, დიდი სლავა მეტრეველი, შოთა იამანიძე და სერგო კოტრიკაძე, ქურცილავა, ზენკლიშვილი, ბარქაია, გივიჩოხელი. ურმესი მადლობა. მე ახლა ესე თაობასთან მომიწია, რომელი ერთი თაობა ჩამოთვა, მე ამხელა გულშემატკივარი, იმდენი რაღაცა არის მოსაგონარი.